ყავის დესერტი. მარტივი, დაბალკალორიული და ძალიან გემრიელი დესერტი. მარტივად. ერთი ბანანი, ერთი ჭიქა ესპრესო, ბლენდერი. მხოლოდ ორი ინგრედიენტი. ოჰო, აქ მართლა ორი ინგრედიენტი. ბლენდერი ინგრედიენტებში გადის? თუ მაცივარი. მართლა ორი ინგრედიენტისგან მზადდება და მართლა ძალიან კაი რაღაცაა. იმდენად უცხო გემრიელი შეიძლება გასინჯულიც გქონდეთ. ყოველ შემთხვევაში ძალიან მარტივად მზადდება და ახლა გაჩვენეთ. სასურველია რომ გამოვიყენოთ ახლად მოხარშული ესპრესო. მაგრამ ჩვეულებრივი ხსნადი ყავა 2 კოვზი და პატარა თურქული ყავის ან ესპრესოს ჭიქა. ჩავასხავთ დუღარეს, მოურევთ, იგივე გამოდის. იგივე ვერ გამოვა, მაგრამ კაი. ბაცადოდ გაციება ოღონდ რომ ბლენდერი არ გაგუქუჭოს. დავიწყოთ. პროპორცია არის ეგეთი: 1 ბანანი, 1 ჭიქა ესპრესო. 2 ძალიან პატარა ბანანი მქონდა და ამიტომ ახლა 2 ეტყობა რომ 2 ბანანია? ჭირი. მე ხო იცი დესერტებიდან შორს. მაგია. ნახე. უფ. არა ეგ არ მინდა, აი ეს მომის. ნახე. მიდი შენ გასინჯე. არ მინდა ეს მინდა. დამიჯერეთ. მიყვარს. უძალიან მაგრესი, ულამაზესი, უგემრიელესი. ნახე. აპ. შეგიძლიათ თბილიც მიირთვათ. ოთახის ტემპერატურის თუ მაცივ. ოღონდ საყინულში ამას საყინული არ უნდა. ჩვეულებრივად მაცივარშიც გაციებული. ვაუ.